ეგონება შაქარში დადისო, შაქარში. შაქარია, შაქარი. აი თოვლი. შაქარი კი, ხუიერი თოვლია რა. დავიდა. ცოტაცა. ცოტაი და ეგ არის. თოვლის დაბლა არის ყინული. ცოტა სიჩქარე უნდა აიღო. ჩავგორდები ქვევით. ხო, ჩაგორდი. აგერ ვიღაცა იყო კანფეტიც უჭამია. სანამ ჩვენ ამოვიდოდით ფეხით. მანქანით აქ არავინ არ არის, ამოსული ყოველ შემთხვევაში რას თოვლი წამოვიდა. კეთილი იყოს ჩემი ფეხი, ამ სახლში ვისიც არის. ღმერთმა ხელი მოუმართოს და ბოლომდე ააშენებინოს და დაასრულებინოს. Hello, how are you doing? Where are you going, guys? მეგობრებო, ესე იგი, ნარეკვავიდან დაახლოებით 3-4 კილომეტრია, ზევით მიუყვება გზა მთაზე ადის. Google Maps ჩანს რაღაც დასახლება, რამოდენიმე სახლებია და სახელი არ წერია და ძალიან გვაინტერესებს ამ დასახლებას. რა ქვია, ამოვედით ახლა აქა. მეგობრებო, თუ ვინმე იცით აი ამ პატარა ლამაზი დასახლების შესახებ მე მგონი მიხვდით ხო, სადაც არის ნარეკვავიდან 3-4 კილომეტრია ზევით მთაზე. ფერდობზე არის ეს პატარა სოფელი, კომენტარში მომწერეთ. როგორ ცხოვრობს, აი ჩვენ აეგებს ცხოვრობთ, აი აბა როგორ. ყველაფერი გვაქვს. დილამშვიდობის მოგესალმებით სულ ყველას. დღეს არის 29 იანვარი 2026 წელი და დღეს ჩვენ უკვე ვიმყოფებით დუშეთში, ერთ-ერთ მაღალმთიან რეგიონში არსებულ სოფელში, მაგრამ სულ სხვა ლოკაციაზე ვართ, სულ სხვა ლოკაციაზე ამოყავით თავი. ამის მიზეზი იყო ის, რომ დაახლოებით 10 კილომეტრი ჟინვალამდე ანანურამდე პოლიცია იდგა გზაზე და არ გამოგვიშვეს რა, რაღაც საგზაო შემთხვევა არისო, გზაზეო ავარია არისო, თუ რა ხდება ვერ გავიგე. არ გამოგვიშვეს, დაელოდეთო და გეტყვითო, როდის შეძლებთო გზის გაგრძელებასო. ბევრი მანქანები იყო გაჩერებული, დაახლოებით 1 საათი ველოდეთ, მაგრამ ბოლო არავინ არაფერი აღარ გვითხრა და წინა კვირას, ერთი კვირის წინ ჩვენ გვინდოდა ეხლა ამჟამად სადაც ვართ, აქ ამოსულიყავით, მაგრამ ფიზიკურად ვერ მოახერხეთ ასვლა, იმიტომ რომ ამოსვლა, იმიტომ რომ ძალიან დიდი თოვლი იყო. ვერ ამოვედით და დღეს რახან ჩვენ დღევანდელი გეგმა ჩაგვიშალა პოლიციამ და მაგასაც გეტყვით, მოდით დღეს გვინდოდა გვენახა ბზიკურტკარი, რომელიც ჩვენ ხორხისხევში ორჯერა ვართ ამყოფები. ზემო ხორხის სოფელი ნახეთ, სონდისველა და რამდენიმე სოფელია. შარშან გადავიღეთ, მაქვს ვიდეო გაკეთებული, მაგრამ ბზიკურტკარი გამოგჩა კი არა და გზა ვერ ვნახეთ ამ სოფლამდე მისასვლელი. და მე გზაზე შეხვდა ერთი ადამიანი ადგილობრივი და იმან გითხრა, რომ ეხა ზამთარში ვიყავით. ზამთარი არისო, დიდი თოვლიაო და ვერ ახვალთო ბზიკურტკარშიო და ამიტომ შარშან ჩვენ ბზიკურტკარში ვერ მოხვდით. წელს ეხა დღეს გვინდოდა მისვლა, მაგრამ აი ამ მიზეზების გამო რომ არ გაგვიშვა პატრონა, ვერ მივედით, მაგრამ ამოვედით აი ამ არაჩვეულებრივ ადგილას, ეს არის სოფელი ზემო და ქვემო ბურღული. წინა კვირა სადაც ვაპირებდით ამოსვლას, მაგრამ თოვლის გამო ვერ ამოვედით. დღეს ამოვედით და მომიდ ეხლა დღეს ერთად დავათვალიეროთ ეს ულამაზესი ადგილი. თოვლით არის დაფარული ყველაფერი, ადამიანის კვალი არა ჩანს, ისია გეგონება აი 200-300 წლის წინ მოხვდით რა იმ ისტორიულ სოფლებში. რამოდენიმე სახლია ამ სოფელში, ძალიან საინტერესო ადგილია და მოდით ახლა ერთად დავათვალოთ ეს ადგილი. მე მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ ლაიქებისთვის, კომენტარს ვიც მწერს, უღრმესი მადლობა გამოწერისთვის. ეს არის ჩვენი არხისთვის და ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმული. რათა გავაკეთოთ უკეთესი და უკეთეს ვიდეოები შემოგთავაზოთ თქვენ მეგობრებო. ამიტომ დალაიქეთ, ნუ დაგეზარებათ, არხი გამოიწერეთ, კომენტარი მომწერეთ. ყველას ძალიან დიდი მადლობა. დავათვალიერთ ახლა ეს სოფელი სადაც ვართ ამჟამად. აი გამოვიარეთ ნარეკვავის წყალსაცავი, რომელიც არის ფაქტიურად სრულიად გაყინული. ბესო, ნახრეტებია, ნახე? ითევზავეს.
ნიხელა ყინულია რომ ზედ შედიოდნენ, ეგე დახვრეტილია ეთყობა, ყინული და თევზაობდნენ მეთევზეები. აი კი ძევით მივდივართ, ეხლა რამოდენიმე სოფელი უნდა დავათვალიეროთ, მაღამ მთაში. გამოვიარეთ ნარევკავის წყალსაცავი. მიდი აბა ერთი ბესო ვიპოვე ქვა. კარგად ისროლე. იდაპირ ნაპირზე ჩავარდა. 1 მეტრა დარჩა. ცოტა მაგრამ უნდა მოგექნია და მიაღწევდი. აგერ იქით არის მამათა მონასტერი. კრემის ხევის. მიდი აბა ბესო. გაყინულია ტოტალურად. ეხა შევდივართ სოფელ მიქელიანში. წინაკვირას ვიყავით ჩვენ ერთი კვირის წინ მივდიოდით სოფელ ახალ ბურღულში, მაგრამ დიდი თოვლის გამო აქ ძალიან მაგარი ნამქერები იყო, ქარი იყო, ცუდი ამინდი იყო და ნუ ფიზიკურად ვერ შევძელით ამ გზის გავლა, ვერ ამოვედით აქამდე, მაგრამ და გადავწყვიტეთ დღეს ამოსვლა. ეხა ამ სოფელს გავივლით მიქელიანს და მერე ნელ-ნელა მივახლოვდებით სოფელ ახალ ბურღულს. და ახალი ბურღულიდან მერე კიდევ ერთი ძველი ბურღულიც არის, იქაც მინდა რომ მივიდეთ. მედია მივალთ. დათვლილი გზა არის, ეხა ერთი ხიდით მივდივარ, მაგრამ დასუფთავებული გაწმენდილი გზა არის, პატარა თოვლი დევს. ამოვედით სოფელ ახალ ბურღულში, ერთი სახლი გამოჩნდა. გზა გაწმენდილია. იმ რა რქო იმ ქოდა სოფელს? მიქელიანიდან არის ალბათ 1-2 კილომეტრი, არც კი. ძალიან ახლოს არის. ეს კაი დიდი სოფელი ყოფილა ბიჭო. ადგილი მართლა კაი. ყველა სოფელი კაი ადგილას არის რა. ნორჩესტი ყავს. გორის იქით გორი ოსეთის საზღვარია. მოიცა ამ გორის იქით უკვე ის არის სამაჩაბლო? ოსეთის საზღვარი. ოკუპირებული ოსეთი. საით ხა მარჯვნივ ხო? ნივა ყავს ეგერ. ბევრი ძველი სახლია და ბევრი ახალი სახლიც. სახლები არის პარაულებად. ახლოს არის ცენტრალურ გზასთან, გზა არ არის ცუდი. დენი არის, წყალი არის. ასე გადავდივართ მეგონი ძველ ბურღულში. ხო და წავიდეთ ეხა ძველ ბურღულში. ახალ ბურღულში ვართ ჩვენ. აი დიდი სოფელია. ღოჭები წყავთ. ასე უფრო ჩავართ. დროხა, ორი, ჭარი, ხარა. თვალებაა, მაგრამ უთვალებად არ გამოდის. აქეთ უკვე აღარ გაუწმენდიათ. ეს ადამიანის ნაკვალევია თუ? არ არის ადამიანის. ძაღლები. რაღაცა მიარა, ცხოველმა. ეხლა გამოვიარეთ ახალი ბურღული და ახალი ბურღულიდან მიდის გზა ძველ ბურღულში. ხო, აქამდე გაწმენდილი იყო და აქ აღარ არის გაწმენდილი.
თოვლი არის დარჩენილი 15 სანტიმეტრი იქნება სიმაღლე. ხარაჭახურობით მივდივართ. ხოთ თუ მივდივართ. Вообще არის ძვრის ნიავი რა, იმენა სულ არ არის სიცივე. თოვლი კარგად დევს ჯერჯერობით. ზოგან ძოხამი არა, ზოგან ძაღლმა, ზოგან რაღაცამ და ზოგან ვიღაცამ. ეგონება შაქარში დადისო, შაქარში. შაქარია, შაქარი. აი თოვლი. შაქარი კი, ვიცი. ხუიერი თოვლია რა. ხო. წინათ არ არის ვაფშე გაწმენდილი არაფერი. ბატონი ბაბუ დარჩა იქა? ბაბუ არ წამოვიდა და ფეხი წამოვა ალბათ. მე არ გამომვა. ხო, ალბათ. მიდი ცოტაზე აბა და. არა და მოძრაობს მანქანა რა. მეგონი ავალთ. წინ რა ხდება? არ ჩანს. ტალახებია და თოვლები. არ დავცით იქით კაცო. შვენიერი ბუნება, საჭმელი გვაქვს, ასმელი გვაქვს. ეს ფოთოლი არა. შვენიერი თოვლია. ვაგზელებთ. კი, ავიდე. არ მოდის ხვილი. დავიდა. ცოტა. ცოტაი და ეგ არის. აგე. არ დადისე ნადირივი.იდან გამოარდნილი. აჰა. თქვენ კი ახვედით, მაგრამ ახლა არ გინდა იქესლა. აი, სოფლიც გამოჩნდა ბაბუ. დავჩი. ერთი სახლი გამოჩნდა სოფლის. დავდა. ვაჩადი ისე არ უნდა, ჰა? გაიტანა. თოვლის ქვეშ არის ყინული. იმიტომ ვერ ეჭდება კარგად. ზურა რა არის იცი? თოვლის დაბლა არის ყინული. ცოტა სიჩქარე უნდა აიღო. აუ ჩავმორდები ქვევით. ხო, ჩაგორდი. აი გამოჩნდა ერთი სახლი. ეს დაუსახლებელია იყო, მაგრამ რავი დენი კი ამოდის და. ისკასაც ვერ იყო, რა როსრიალებს ხეს. დაბლა გაყინულია ხო?
ამოვიდით ახლა ჩვენ მეგობრებო, ეს არის ძველი ბურღული. ახალი ბურღული გამოვიარეთ. კარგი სოფელია, დასახლებულია, ტენი არის, წყალი არის და ხალხიც ცხოვრობს. აგერ ვიღაცა იყო კამფეტიც უჭამია. სანამ ჩვენ ამოვიდოდით ფეხით, მანქანით აქ არავინ არ არის ამოსული, ყოველ შემთხვევაში რას თოვლი წამოვიდა. ეგერ ერთ სახს მივადექი. ადგილი მართლა კაია მეგობრებო. ამა მივიდე ეს ერთი სახლია, ძველი შემოღობილია, შემორჩენილი. აგერ აქ ეთყობა ცხენის ნაკვალებია, ან არ ვიცი, ეს ძაღლის ნაკვალები იქნება, კი. ბიჭო, ნახე, პატარა ის არის ნაკვალები. შეიძლება კატამელია. კატამელია და ეს ცოტა დიდი ნაკვალები, ან ძაღლი, ან მგელი. ნახე რა კარგი სახლია, ლამაზი და მშვენიერი. აქ სავარაუდოდ კარგამინჩი ამოდის ხოლმე ამ სახლის პატრონი და ისვენებს გადასარევ ბუნებაში. მერთმა გაუმარჯოს, აგერ კაი სახლია. სოფელ ძველ ბურღულში. იქით არის კიდევ ერთი სახლი. დღეს მოკლედ ძალიან მაგარი ამინდი დაემთხვა ჩვენ ექსპედიციას. აი ბზიკურტკარში ვარ გაგუშვეს მაგას პირადი. ბზიკურტკარში ხო არ მეთქვია ეგ ამებესო რომ დღეს ჩვენ გეგმაში ქონდა ბზიკურტკარში ასვლა, მაგრამ ჟინვალთან სადღაც ახლომახლოში პატრონმა გითხრა რომ არის ავარია თუ რაღაცა და ხალხს არ უშვებდა მანქანით, ყოველ შემთხვევაში არ გაგუშვეს. ხო და მე წამოვედით აქეთ ხარეს. ჩვენ არ გვინდოდა ამოსვლა, წინა კვირას ვიყავით ერთი კვირის წინ, მაგრამ გზა არ იყო გასუფთავებული, გაწმენდილი და ნუ ფიზიკურად ვერ მოახერხებდა. დღეს ამოვედით. ესეც ერთი კარგი დიდი სახლი. ვაუ, ეს სახლი როგორ მომწონს, ქვით აშენებულია, კაპიტალური. ხო, აი მაგას ვამბობ რა, ქვით არის აშენებული. ეს ამ სახს ეთყობა რომ აქ უკვე კაი ხანია არავინ არ მოსულა, იმიტომ რომ მაყულის ისენია ბუჩქები სულ გარშემო და დაუმთავრებელია რა, თორე ესეც კაი სამსართული, ორსართულიანი სახლი გამოვიდოდა. დენი არის აგერ. ფაქტი. სახეზე გვაქვს. დენი არის. ნუ ეხლა სავარაუდოდ გამორთულია, იმიტომ რომ არავინ არ ცხოვრობს აქ. მაგრამ და მაგარი აივანი ქონდა ზევით. ხო, ზევით. მანსარდი. ფაქტიურად სამსართულიანი სახლია რა. აბერტი კიბებზე ავიდე. ფეჭი არის, შეშა არის. კეთილი ყოს ჩემი ფეხი ამ სახლში ვისიც არის. ღმერთმა ხელი მოუმართოს და ბოლომდე აშენებინოს და დაასრულებინოს. ხო, ეს არის ერთი სახლი, აქეთ ეს მეორე სახლი. გამოხდილი წყალი ხო არ გინდა ბესო? რამდენია დაბლა ნახე. ხო. და აქეთ მიდის კიდე ნაკვალევი. გავყვეთ ახლა. აქ გვესომიარა. აქ არაფერი ნაკვალევი აღარ მიდის, მაგრამ აქეთ შემოღობილია. აქ სავარაუდოდ ეხლა ცოტა ახლოს მივიდეთ. მე მგონი მშენებლობა მიმდინარეობს. შეღობილია, მე მინდა შევიდე ახლა ეზოში.
ეს არის შესასვლელი ჭიშკარი. ეს არის. შვენიერი პატარა კოტეჯი. ასეთ პირობებში მიხედო ააშენო მოუარო და არ მიატოვო. ცოტა რთული ამბავია, მაგრამ კაცმა თუ მოინდომო ყველაფერს გააკეთებს. ნახეთ რა მაგარი ბუნება და რა მაგარი ადგილია. ჰაერი არის არაჩვეულებრივი. ესე იგი ჩვენ ყოველი ექსპედიციის მერე ქალაქში დაბრუნების დროს აი თითქოს ფილტვები იჭედება უჰაერობისგან. ჯერ მარტო ერთი ეგ რადღირს სუფთა ჰაერზე ცხოვრება ძალიან მაგარია რა. მაგრამ არავის აღარ უნდა სოფელში დარჩენა იმის გამო რომ არ არის სამუშაო ადგილები, შემოსავალი არ არის და ხალხი გარბის ქალაქებში. კარები დავკეტოთ ისე როგორც იყო. აგერ ქუჩის განათებაც ყოფილა ბატონო. აქ ალბათ გზა არის სოფლის. აი განათებაც არის. და აქეთ მივადექი კიდევ ერთ ხის შენობას, რომელიც არის ალბათ სავარაუდოდ უკვე საქონელი სათავსოა. ენა ყველებზეც ეთყობა. შევხედოთ. თივას ინახავენ აქ. ზევით მე მგონი არაფერი აღარ არის. გარდა ტყეებისა და მთების. დავუკვეთ ახლა გზას. ქვევით. ულამაზესი ადგილია, ძალიან მაგარი ადგილია. საცხოვრებლათაც, დასასვენებლათაც, მაგრამ საცხოვრებლად ეხა პირობები რო არ არის, მაინც ცოტა რთულია აქ რო დარჩე ზამთარ საფხულ. ვერ დარჩები, ამიტომაც არავინ არ არის. თორე ორი სახლი კარგად კაპიტალურად აშენებულია, გამზადებულია საცხოვრებლად. აგერის ქვევით სახლი, ზევით იყო კიდევ ერთი სახლი და აქაც ცხოვრობს ადამიანი, ალბათ ზაფხულში ამოდის ხოლმე. ანუ როცა კარგი ამიდია მაშინ. საქონელს შეინახავს, საბალახოებია. ესეც როგორ ერთსართულიანი პატარა ძველი სოფლის სახლი. და აქედან რა ლამაზი ხედი არის. კავკასიონზე, ტყეებზე, მთებზე. და ქვევით აქედან მე მგონი ჩანს ქვემო ბურღული. გელის? სად არის კურდღელი? ეს ალბათ. ალევის სამებაში ნამყოფები ვართ. აგარი ადგილია. ზედაზე მიგვარიჩი. აი ეგ არის ზედაზე მიგვარი, მაგრამ ვერ გადაიღებ. არა, იქამდე ვერ მიახლოებს ეს. ერთი თუ მაგარი ადგილია რა. ძალიან მაგარი, ძალიან კაი სოფელია რა. რამოდენიმე სახლია, მაგრამ კაი ადგილია, ნამდვილად. აი სიმწვანე იქნება. ხო, კადოსარი. ძალიან მაგარია. მომეწონა. აგერ ორი ჯიპით შეხვდა გზაზე. სოფელში მიდიან ზემო ბურღულში. ჩვენ სადაც ვიყავით ახლა. ეს ერამზი კორგეი. უცხოელები არიან. ევროკავშირის დროშები. ჯაჭვები უკეთია. ჯაჭვები. Europa. Hello, how are you doing? Where are you going, guys? Yes.
ოკეი. სად მიდიხარ და ხო? რინგოგამ თქვა ქართულად რაღაცა, მაგრამ წავიდა ეს და აღარ გაგვაგებინა. მეგობრებო, ესე იგი, ნარეკვავიდან დაახლოებით 3-4 კილომეტრია, ზევით მიუყვება გზა მთაზე ადის. Google Maps ჩანს რაღაც დასახლება, რამოდენიმე სახლებია და სახელი არ წერია და ძალიან გვაინტერესებს ამ დასახლებას. რა ქვია, ამოვედით ახლა აქა. ხალხი გამოჩნდა, ძაღლები ყეფენ, მინდა მე ხა მე მივახლოვდე. ძაღლმა თუ არ შემჭამეს და გამოველაპარაკო ამ ადამიანებს. ძალიან მაინტერესებს რა ქვია ამ პატარა დასახლებას სოფელს. აბა მივიდეთ. არის ქვევით არის ქვემო ბურღული და ზევით არის ზემო ბურღული და ამ ხევის აქეთ მხარეს არის ეს დასახლება, რომელიც რუკაზე აღნიშნულია, მაგრამ სახელი არ აწერია არც გზაზე, სანამ აქამდე ამოვიდოდით, არანაირი ფინიში და მინიშნება არ არის რა ქვია ამ სოფელს და არც რუკაზე არ არის აღნიშნული. არა და ძალიან მაგარი ადგილია ფერდობზე, მთაზე. აგერი მთის იქით უკვე საზღვარია. ფეხით სიარული ამ სუფთა ჰაერზე ძალიან სასიამოვნო ამბავია. ჩავისეირნებ ფეხით. ეხლა იმას რო წარმოვიდგენ, ქალაქში უნდა შევიდეთ და დავიხჩოთ მანქანების გამონაბოლქვით. სულ არ მინდა ქალაქისკენ გახედვა. მეგობრებო, თუ ვინმემ იცით აი ამ პატარა ლამაზი დასახლების შესახებ, მე მგონი მიხვდით ხო, სადაც არის ნარეკვავიდან 3-4 კილომეტრია ზევით მთაზე. ფერდობზე არის ეს პატარა სოფელი, კომენტარში მომწერეთ. გამარჯობათ. როგორ ძანდებით? როგორავა, საითოლია. ეს არის ძველბურღულებს ადრენდელი, ძველბურღულებს ვეკუთვნები შვილო. ხოდა, სად ბურღულია და სად თამარანია? ეს თამარანია? ეს თამარან თუბანია. ხო, აი ეს ეგ მაინტერესებდა. ეს თამარან თუბანია. ჩვენ საიდან ახლა? ჩვენ რუსთავიდანაა ვართ ჩამოსულები და დავდივართ სოფლებში, ხალხი როგორ ცხოვრობს? როგორ ცხოვრობს? აი ჩვენ აეგებს ცხოვრობთ, აი. აბა როგორ? ყველაფერი გვაქვს. არაფერი არა გვაქვს, ინე არ ახედავთ, აი წელწადში ერთხელ ინე ინტერეს თოვლი მოვიდა, ერთხელ მოვიდა ტრაქტორი, ეგ ჩაირბინა, წავიდა. ინდე ეგ არის, ჩვენთვის არც ყურადღება ვინმე აქცევს ჩვენა, არავინ. ცოცხლები ხართ, დრები ხართ, ვინა ხართ, არა. აი ეგეთ მომალებაში ვარ. სულ აქ ახართ ხო ბატონო თქვენ? მე დიახ 75 წელიწადია, 2 წელიწადი ჯარში ვიყავი. ეგ იყო და ეგ დანჩეს შუაქავა. აღარავინ არ არის აქ სულო, აი ცარიერა სახლებია. მარტო თქვენ ცხოვრობთ აქ? მარტო მე ვარ აქ და ერთი ბალღია იქ. ისაც თბილისშია ჩაწერი. ეხლა მოვიდა დედიას აყარაულონ და ის დედიაც მოკვდა. ისაც მალე წავა. ანუ ყურადღებას არავინ არ გაგცემ. ვინა არავინა შვილო. არავინ. აი ეგ 1000 ერთხელ ვინმე გაივლის. ეგ არის. მე არ გიჭირთ ამ პირობებში. აბა გვიჭირ და სად გავიქცე როცა ადგილი არ მაქვს, საით გავიქცე. ძნელია, მაგრამ არის, მაგრამ არის. პენსია გვაქვს ცარიელა. ეხლა გულიანტკი და ინფარქტი მივიღე გულის. წავიყვანე ცხეთაში ეხლა 500 ლარის სწავლებს საყიდულო. 500 ლარის სწავლებს. პენსიაც არ ამყოფის. დედაკაცს აქ პენსია იქიდან მიმატებს, რომ ის სწავლები იყი. მერე დაზღვევა არ გიფინანსებთ? ეს დამაზღვიეს, ისინი ოპერაცია რომ გამიკეთეს მაშინ. მან თავრობამ გადაიხადა. ხა ისაც ადრე მყავდა, ბევრი მყავდა, 15 სული, 20 სულამდეც მყავდა. ეხლა რუსები აი ეგ არიან შვილო, აი მე ქედი. საზღვარი აქვია ხო? აი ქედი რო არის, ინე მაგის იქით ისენი არიან, იმისაკეთ ჩვენ. ისე დეკეულები დავყარე, გადავიდნენ იქითა და წავიდა, დაიკარგა. ეგია ჩვენი ცხოვრება, ვაი. აი ეს უკით, აი ესენი. აი. ენეგი ახალი რაღაცა გადის, აი ეგ მართული. ჩამაიძაძება, ეს რამდენიმე სტოლბა ეხლა წაქცეული არის.
რა ზედ ბაღებში ყრია რა გვარის კაცი ბრძანდები? თამარაშვილი ვარ თამარაშვილი. გავიაროთ ეხლა ფეხით. აი აქ, აი ამ ქედის იქით უკვე არის საზღვარი, ეგრეთ წოდებული. და ადგილობრივმა მოყვარო, ჩემი საქონელიო, რამოდენიმეჯერ დავკარგეო. ტყეში იყვნენ საბალახოთ ასულები და საღამოთი აღარ ჩამოვიდნენ. ეტყობა ზევიდან, საზღვრიდან ჩამოვიდა ვიღაცა და წაიყვანა. ეს სახლებიო, სულ ყველა მიტოვებულია. ერთ დროს კიდე რამხელა კარგი სოფელი იყო, რომელსაც დღეს ამ სოფელს სახელი რუკაზე ყოველ შემთხვევაში სახელი არა აქვს ამ სოფელს და რა მაგარი სახელი ქვია სოფელს და ის არ არის. აღნიშნული არ არის. აღნიშნული არ არის. თამარან თუბანი. თამარან თუბანი. ბიჭო, რამხელა ძაღლები არ შემჭამო. მხოლოდ და მხოლოდ დარჩენილია ერთი ადგილობრივი ადამიანი. ამ სახში ცხოვრობს. ჯერ ერთი პრობლემა ის არისო, რომ აქ პირობები არაფერი არ არის და მეორე ისა, რომ საქონლის შენახვა აქ ცოტა სახიფათოაო, იმიტომ რომ თაზე მიდის საქონელი საბალახოთ და იკარგება. ეგ არის სოფელი? მე მგონი დამთავრდა. კი, ეს ბოლო სახლია. და მინდა რომ აი უბრალოდ აზე რომ მოვიდეთ, ეხლა სადა ვართ? აი გეტყვით. აგერ ხევის იქით მხარეს ვიყავით სოფელი ზემო და ძველი და ახალი ბურღული. აი აქედან ჩანს. ან ხევის იქით, ხევის აქეთ მხარეს არის ეს დასახლება. რომელიც რუკაზე აღნიშნულია, მაგრამ სახელი არ აწერი არც გზაზე, სანამ აქამდე ამოვიდოდით, არანაირი ფინიში და მინიშნება არ არის, რა ქვია ამ სოფელს და არც რუკაზე არ არის აღნიშნული.